როგორც მამა გაბრიელი ეუბნება და ზუსტად ეს სრულდებოდა კიდევაც. შემდეგ მამა გაბრიელი უკვე გადაწყვიტა მაეშენებდა და გადაწყვეტა ბერად, მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ადამიანის ცხოვრებაში ხდება, ის წაიყვანეს გამოიძახეს სამხედრო სამსახურში დამთავრდა ომი და სამხედრო სამსახურში გამოიძახეს. მაგრამ მსახურობდა სამხედრო სამსახურში და იქ ეზიარებოდა იმის საშუალებას აძლევდნენ ეს სამხედრო სამსახურის თანამშრომლები, რომ ის ზიარებული იყო ბათუმში ეკლესიაში და აქედან შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, ააშენეს პატარა ეკლესია და ეკურთხა ბერად და ცხოვრობდა ბერული ცხოვრებით. მამა გაბრიელი თავგანწირული, მამა გაბრიელი ცხოვრობდა ღვთისად ადამიანების თავგანწირული სიყვარულით. და ამიტომაც მამა გაბრიელმა 1971 წელს დაწყებინი მის სურათი და მას დახვრეტაც ჰქონდა მიჯილი ამის გამო. მაგრამ მამა გაბრიელმა თქვა, რომ მის პარლამენტში 7 თვეში აქედან ისე გაკვირ ბუზერაგი პრინდებოდა. მართლაც მამა გაბრიელი 7 თვეში დასახვრეტ დასაკიდან გამოვიდა, ის სახარებას ქადაგებდა, დადიოდა კუჩებში და ქადაგებდა სახარებას. მაშინ კომუნისტების პერიოდი იყო და ქალაქის სარწმუნოებაში კარგად გაცნობიერებული არ იყო. ამიტომ მამა გაბრიელი ეუბნებოდა, რომ არსებობდა ღმერთი, რომელიც და მიწაზე დადიოდა მკაცრებთან ერთად და ასწავლიდა ადამიანებს როგორ უნდა ეცხოვრათ, რომ გადარჩენილიყვნენ და ამიტომაც მამა გაბრიელი ხშირად დევნიდნენ. რადგან ის ანაფორით და ბერულად ჩათმული დადიოდა, ეს კომუნისტებს არ მოწონდათ რა თქმა უნდა და მაგრამ მამა გაბრიელი კვლავ განაგრძობდა ეკლესიურ ცხოვრებას. მე ბეთანიაში ცხოვრობდა, ბეთანიაში მოღვაწეობდა, ბერულ ცხოვრობდა, ისეთ უდაბნოებშიც მოღვაწეობდა, დადიოდა გარეჯის უდაბნოში. დუმარებაში დურჯედა ის განსაკუთრებულად მძიმე ღვაწლებით გამოირჩეოდა სალოცობდა რომ ადამიანებისთვის ესწავლებინა ეკლესიური ცხოვრობდა და ეს დევნის გამო ის იძულებული იყო რომ ესალოსა რომ ადამიანებისთვის რაღაცა მართლმადიდებლურ სარწმუნოება მიეწოდებინა და ასე ცხოვრობდა ის თავის ცხოვრების განმავლობაში თავგანწირული სიყვარულით ადამიანებს ეხმარებოდა, კურნავდა და ზოგჯერ ის ცნაურ მოქმედებს გააკეთებდა ხოლმე რომ ადამიანებს დამახსოვრებდათ მამა გაბრიელის ნათქვამი სიტყვა და შემდეგ ეს მოქმედება გახსენებოდა და ეს სიტყვა თავისთავად ამოტივტივდებოდა ხოლმე და ეს ადამიანები გადარჩებოდნენ. მამა გაბრიელის საოცარი უცნაური მოქმედებები იყო მამა გაბრიელის უდიდესი ღვაწლი ღვთის წინაშე რომ მამა გაბრიელს ღმერთს ადამიანები გადაერჩინა. მამა გაბრიელს განუწყვეტელი იესოს ლოცვა ჰქონდა, ლოცულობდა განუწყვეტელად და მამრებს ასწავლებს აქმედა, მაგრამ ეს იყო ისეთი გასაიდუმლოებული და ისეთი საიდუმლოდ მოცული, რომ